ხშირად მომართავენ პაციენტები, რომელთაც აწუხებთ ტკივილის სქესობრივი აქტის დროს. რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული, ახლავე მოგახსენებთ. პირველ რიგში ეს არის საშოს სიმშრალე და ის შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით. თუ არასაკმარისად ხდება აღზნება, ამ შემთხვევაში არ გამოიყოფა ან არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა სპეციალური სითხე საშოში, რომელიც ასრულებს ერთგვარი საპოხი ნივთიერების ფუნქციას და ამის გამო კონტაქტიც მტკივნეულია. საშოს სიმშრალე ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული ესტროგენების ნაკლებობით, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხდება პერიმენოპაუზაში ან მენოპაუზის პერიოდში, რაც ბუნებრივია, არის ასაკობრივი. შართსასქესო გზების ინფექციები, მათ შორის სქესობრივად გადამდები ინფექციები, რის შედეგადაც ღიზიანდება საშოს ლორწოვანი და ამიტომ პენეტრაცია არის მტკივნეული. მცირე მენჯის ღრუს სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა მაგალითად მცირე მენჯის ენდომეტრიოზი, სალპინგიტი, ანუ ფალოპის მილის ანთება, დიდი ზომის კისტა და სხვადასხვა ანთებითი ცვლილებები. საშოს ანატომიური აგებულების გარკვეული თავისებურებები, მაგალითად ტიხარი ან ვიწრო საშო, რაც ასევე შესაძლოა იყოს ტკივილის მიზეზი. მტკივნეული სქესობრივი აქტის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული ტკივილი, რომელსაც ეწოდება ვაგინიზმი. როგორ უნდა ვუმკურნალოთ და რა კვლევები უნდა ჩავატაროთ იმისათვის, რომ გავიგოთ მტკივნეული სქესობრივი აქტის მიზეზი. პირველ რიგში ეს არის პაციენტის ანამნეზის დეტალური აკრეფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმი ძალიან დეტალურად ჩაეძიება მისი ტკივილის ხასიათს, როდის აქვს უფრო სქესობრივი აქტის დასაწყისში თუ შემდგომ, რამდენად ძლიერია ეს ტკივილი, რამდენი ხანია რომ დაეწყო ეს ტკივილი, არის რეგულარული თუ პერიოდული და ეს ყველაფერი ეხმარება ექიმს იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით დასვას დიაგნოზი. აქ აუცილებელია საშოს დათვალიერება, ასევე ანალიზი სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე, პაციენტის ასაკის გათვალისწინება, სქესობრივი აქტის სპეციფიურობის ხასიათის განხილვა, გინეკოლოგიური ექოსკოპია იმისთვის, რომ გამოირიცხოს მცირე მენჯის ღრუს სხვადასხვა პათოლოგია და შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს დამატებით ფსიქოლოგის კონსულტაცია. ზოგჯერ ტკივილი სქესობრივი აქტის დროს შესაძლოა იყოს გამოწვეული რამდენიმე ფაქტორით ერთდროულად. მაგალითად, მცირე მენჯის ღრუს რაიმე სახის პათოლოგიით იქნება ეს დიდი ზომის კისტა, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული, შესაძლოა ამას ემატებოდეს არასაკმარისი აღზნება სქესობრივი კონტაქტის დროს და როდესაც ექიმი დასვამს ზუსტ დიაგნოზს, მკურნალობა ხდება სწორედ ამ მიმართულებით. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ სპეციალური გელის, ინტიმური გელის გამოყენება უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ. თუმცა თუ ტკივილი გამოწვეულია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სხვადასხვა პათოლოგიით, ამ შემთხვევაში ინტიმური გელი ვერ დაეხმარება. ასევე თუ ეს დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორთან, ესეც არ იქნება ეფექტური. მაშასადამე მტკივნეული სქესობრივი აქტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა დასვას ზუსტი დიაგნოზი და დაუნიშნოს შესაბამისი მკურნალობა იმის მიხედვით, თუ რა არის გამოწვევი მიზეზი.